რისანაცვლოდ შეიძლება გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძეს, ეს არის მთავარი კითხვა. მას შემდეგ, რაც მიქაუტაძის დაკავებას მოყვა სხვადასხვა კორუფციული სკანდალი, ყველა მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენება მისცა მინისტრის ან სხვა პირების წინააღმდეგ, გირაოთია თავისუფლებაზე, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩვენება გრიგოლ ილუაშვილის წინააღმდეგ მისცა, აპირებენ თუ არა რომ ციხისკარი გაუხონ რომეო მიქაუტაძესაც. რომეო მიქაუტაძემ 20-ზე მეტი მოწმე უკვე უდაოდ ცნო, მტკიცებულებების დიდი ნაწილი, ანუ პრაქტიკულად აღარ იქნება გამოკვლეული მისი სისხლის სამართლის საქმეზე და ესეც არის ერთ-ერთი გარემოება, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ამ დრომდე მიქაუტაძე არ აღიარებს დანაშაულს წარდგენილ ბრალდებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს ადვოკატს გაუჭირდა. ჩვენ საქმეში იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც განიხილება აქ, მას არანაირი ჩვენება არ მიუწია არავის წინააღმდეგ. მისცა თუ არა მან რაიმე ჩვენება სხვა საქმეში ჩვენთვის უცნობია, თუ ასეთი ჩვენება მისცა, მას მაშინ მოუწევს სასამართლოში იმ საქმეზე მოსვლა და ნახოთ თუ რა ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. თუ აქვს ესეთი ჩვენება მიცემული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რაც შეეხება საპროცესოსთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ბრალდების ხარესაც იგივენაირად აქვს უფლება, რომ შესთავაზოს ბრალდების საპროცესო შეთანხმება, თუ მათ ასეთი გზაობა გააჩნიათ, ჩვენც გამიხილავთ და გავცემთ პასუხს. Როგორ ფიქრობთ, დავითაშვილის წინააღმდეგ ელოდებიან ჩვენება, ეს ამიტომ არის ეს დამოკიდებულება რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ილუაშვილთან დაკავშირებით მან ითანამშრომლა გამოძიებასთან? ერთის მე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მან ითანამშრომლა თუ არა. საქმეში არსებობს მისი ჩვენება შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ დასწრები ხართ ამ ჩვენებას, გრიგოლ ილუაშვილის საქმეში რომეო მიქაუტაძის ჩვენება არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარე გეკითხებით, ანუ დავითაშვილის წინააღმდეგ რადგან არ აძლევს ის ჩვენებას, ან პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ არის ეს დამოკიდებულება. როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ჩვენთვის არავის არ შემოუთავაზებია, რომ ბატონ რომეოს მიეცა ჩვენება კონკრეტული პირების წინააღმდეგ. და იმ საქმეშიც თუ არსებობს ასეთი ჩვენება, ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად ვინმეს წინააღმდეგაა ეს ჩვენება თუ უბრალოდ ინფორმაცია მიაწვით. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას 3 მოწმე ყავს მოყვანილი, მათგან ნაწილი არიან ის პირები, რომელთაგანაც წლების წინ ნინო მიქაუტაძემ, რომეო მიქაუტაძის მეუღლემ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება შეიძინა და არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი მოწმეებიც დაცვის მხარემ უდაოდ ცნოს, ასევე უცნობია დღევანდელ პროცესზე გასაჯელი სკამი და ნაპირებს თუ არა რაიმეს თქმას თავად რომეო მიქაუტაძე.